გერმანიაში კონსერვატიულ ბლოკს და კანცლერობის კანდიდატს ფრიდრიხ მერცს უკვე ულოცავენ გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები, მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პოსტს აქვეყნებს ამასთან დაკავშირებით თავისივე სოციალურ ქსელში Truth Social-ში, სადაც მე წაგიკითხავთ თუ რას წერს დონალდ ტრამპი. როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა ძალიან დიდი მოლოდინების მქონე არჩევნებზე. ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის მოსახლეობა დაიღალა საღი აზრის არქონით დღის წესრიგში. Განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ენერგეტიკისა და მიგრაციის საკითხებს, რომელიც ბოლო წლებში აწუხებს ქვეყანას. ეს შესანიშნავი დღეა გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯელტმენის სახელად დონალდ ტრამპი, გილოცავთ ყველას და კიდევ მეტი გამარჯვება. დაწერა დონალდ ტრამპმა თავისივე სოციალურ ქსელში, მათ შორის ასევე საფრანგეთის პრეზიდენტიც უკვე ემანუელ მაკრონიც ულოცავს გერმანიაში კონსერვატიულ ბლოკს გამარჯვებას. პლატფორმა X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი წერს: ახლახან ვესაუბრებ ფრიდრიხ მერცს, რათა მიმელოცა გერმანიის არჩევნებში გამარჯვება. ასევე დღეს საღამოს საუბარი მქონდა ოლაფ შოლცთან, რათა გამომეხატა ჩემი მეგობრობა. ჩვენ უფრო მეტად ვართ მოწადინებულნი ერთად ვაკეთოთ დიდი საქმეები საფრანგეთისა და გერმანიისთვის და ვიმუშაოთ ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის. ამ გაურკვევლობის პერიოდში ჩვენ გაერთიანებულნები ვართ, რათა გავუმკლავდეთ მსოფლიოსა და ჩვენი კონტინენტის დიდ გამოწვევებს. დაწერა ემანუელ მაკრონმა. პლატფორმა X-ზე ასევე კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მოუთმენლად ველი ახალ მთავრობასთან მუშაობას, რათა გავაღრმაოთ ჩვენი ისედაც ძლიერი ურთიერთობა, გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება და მივაღწიოთ ზრდას ჩვენი ქვეყნებისთვის. დაწერა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ასევე ევროპის ძლიერებაზე და უსაფრთხოების საკითხებზე აქცენტს აკეთებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პლატფორმა X-ზე აქვეყნებს პოსტს. ვულოცავ ქრისტიან-დემოკრატიულ ქრისტიან-სოციალურ კავშირს და ფრიდრიხ მერცს ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებას. ეს არის მკაფიო ხმა ამ მომრჩევლებისგან და ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ევროპისთვის. მოუთმენლად ველოდებით გერმანიასთან ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას სიცოცხლის დასაცავად. უკრაინაში რეალური მშვიდობის მისაღწევად და ევროპის გასაძლიერებლად. ევროპას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, თავისი ინდუსტრიების განვითარება და საჭირო შედეგების მიღწევა. ევროპას სჭირდება საერთო წარმატებები და ეს წარმატებები კიდევ უფრო მეტ ერთიანობას მოუტანს ევროპას. დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე და ასევე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე საუბრობს ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და გერმანიის არჩევნებზე ლაპარაკობს. ვულოცავ ფრიდრიხ მერცს დღევანდელ გამარჯვებას გერმანიის არჩევნებში. მოუთმენლად ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას ამ გადამწყვეტ მომენტში. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და თქვენი ლიდერობა ამაში საკვანძო იქნება, წერს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.